გორისა და ვარშავის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა. გორის უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში პოლონური ენის სწავლება დაინერგება. სწორედ პოლონური ცენტრის გახსნის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლები გორში. მათ შორის იყო პოლონეთის ელჩი საქართველოში, რომელმაც ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო სტუდენტების განვითარებას და ჩართულობას, არამედ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. საქართველომ გაიზიაროს გამოცდილება დემოკრატიული გარდაქმნების, რაც პოლონეთმა უკვე გაიარა. ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სკვერი. ეს არის სიმბოლური ჩვენთვის, რადგან ამ პიროვნებამ ითამაშა დიდი როლი პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენაში. თანამშრომლობა არ გულისხმობს მარტო პროფესორ მასწავლებლების გაცვლას და დელეგაციების ჩამოსვლას ვარშავიდან ან გორიდან წამოსვლას, არამედ ეს არის ბაზა მომავალში ხელშეუწყობს სტუდენტების გაცვლას. ვარშავის უნივერსიტეტი ვალდებულებას აიღებს საკუთარ თავზე, რომ წელიწადში 15 სტუდენტი გორის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდეს ვარშავაში და გაიაროს ერთწლიანი სტაჟირება, სწავლება იმ პროფილით, რა პროფილითაც ის ეუფლება გორის უნივერსიტეტში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ამ ღრმა მეგობრობის აღსანიშნავად გორის უნივერსიტეტში დაარსებულიყო ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი, რომელიც მოემსახურება ჩვენს უნივერსიტეტში პოლონური ენის სწავლების დანერგვას. ვფიქრობთ, რომ რაკი პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია და ძალიან დიდია ვარშავის და დიდია პოტენციალი ჩვენმა სტუდენტებმა გაიღრმავონ თავიანთი განათლება და კვალიფიკაცია ვარშავის უნივერსიტეტში, მათ 20 ფაკულტეტი გააჩნიათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთან პოლონური ენა დაგვენერგა როგორც მეორე ევროპული ენა. პოლონურ დელეგაციას გორიატენის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია მუნიციპალიტეტის გამგებელი და ქალაქის მერიც შეხვდნენ. ვარშავის უნივერსიტეტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმით, რომ მაშინ მოღვაწეობდა წმინდა მდელმოწამე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, რომელიც იყო პირველი თეოლოგიის მართლმადიდებელი პროფესორი და ზოგადად პირველი პროფესორი თეოლოგიისა ვარშავის უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ძალზე მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ არ არის ცნობილი საქართველოში ფართო საზოგადოებისათვის. ეს რა თქმა უნდა წაადგება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ უკვე დავიწყეთ მეგობრობა, უბრალოდ გავაგრძელეთ მეგობრობა, აღვადგინეთ ძველი მეგობრული ურთიერთობები და სწორედ მომავალი თაობის ურთიერთშეწყვეტ ცოდნის კუთხით იქნება მეგობრობის გაგრძელების უფრო მყარი გარანტი. ეს ხელშეუწყობს ქართულ სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროექტებში და პროგრამებში პოლონეთში, რომელიც ძალიან მრავლად არის ქართული სტუდენტებისთვის. პირადად მე ვსწავლობდი ვარშავის უნივერსიტეტში ლეიკირკლადის პროგრამით და როდესაც ამ პროგრამაში უნდა მიიღო მონაწილეობა, აუცილებელია იცოდე პოლონური ენა. 5 წლის წინ ეს საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა, ხოლო დღეს ვფიქრობ, რომ ამ ცენტრის გახსნა სტუდენტებს მისცემს საშუალებას ისწავლონ საბაზისო ენა პოლონური ენა, რომელიც დაეხმარებათ მათ მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროექტებში. მოგვიანებით მარშალ იოსებ პილსუდსკის სახელობის ბულვარის გახსნის ცერემონიაც გაიმართა, სადაც წმინდა გრიგოლ ფერაძის და მარშალ პილსუდსკის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა მოეწყო. ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე ძალაშია. ქართულ სტუდენტებს ვარშავის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება უახლოეს მომავალში ექნებათ.